დღეს ახლა უყურებდი ირაკლი კობახიძეს, აღარ კალაძეზე და ასე შემდეგ. არა მაქვს საუბარი და აი ყოველი მათი საუბრის მერე რატომღაც მახსენდება ძველი ანეკდოტია. ძველი კომუნისტების დროინდელი, ჩემი ბოლშევიკის დროინდელი ტიპი ჭიჭიკი აიკიდის ტრუსიკს მაღაზიაში. ხო და რომ მივა სახში და გახსნის ბიჭო ქალის ტრუსიკი არა და გაგიჟდება კაცზე მივარდება ახლა მაღაზიაში და იმ ქალს ვინც გაყიდა ეჩხუბება რა შენი დედა ეგი რა მომყიდეო ეგი რა არის და უყვირის და ახლა იგალბათ შვიდათ ეულე რა იყო შეკაცო რა გაყვირებს რა გასხვევებაო ხო და მაგ გასხვევებას უგითხავ ახლა ცხვირპისში მე მიხვდები რა გასხვევებაო აი ზუსტად ეს განცდა მიჩნდება ამ ქართული ოცნების წევრებს რო უყურებ ასე თავხედურად რო ლაპარაკებენ ნამდვილად ეს გასხვევება უნდა უთხრათ ცხვირპისში სხვანაირად არ გამოვა არაფერი და უნდა დავანებოთ უკვე სტატისტიკას თავი ამდენი დეიჭირენ იმდენ დეიჭირენ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე არაფერის არ გვეშველება წინააღმდეგობა რა და არ უნდა გავჩერდეთ მადლობ ყურადღებისათვის